მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა გასწავლით თუ როგორ გავწმინდოთ ზედმეტი ქეშისგან ჩვენი Android ტელეფონი და კიდევ ერთ სასარგებლო ფუნქციას, როგორ მოვაგვაროთ ტელეფონის ელემენტის პრობლემები. ზოგჯერ ხდება ხოლმე ისე, რომ ჩვენი ელემენტიც, ანუ მობილურის ელემენტიც იტოვებს ქეშს, ანუ ხდება არასწორი დატეინვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ინახება ტელეფონის მეხსიერებაში, ანუ მობილური ტელეფონის აკუმულატორის მეხსიერებაში, ესე ვთქვათ. ამ ყველაფერს სჭირდება ხოლმე დალაგება. და გაჩვენებთ, როგორ გავაკეთოთ ეს, რომ მოვაწესრიგოთ ჩვენი მობილური ტელეფონის ელემენტი და ზედმეტი ქეშისგან გავწმინდოთ ტელეფონი. იქამდე კი გთხოვთ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი მითითებულია TikTok-ის პროფილში. ეხლა კი დავიწყოთ. შევდივართ ტელეფონში. და უკრიფავთ ესეთ კომბინაციას PIP-ი, დიეზი, 0 დიეზი. ამოხდება ესეთი შეტყობინება. აქ სკროლავთ ნელ-ნელა დაბლა. აგერ ეს delete dumstake რაღაც მაპატია ჩემი ინგლისურისათვის არ ვიცი და ანუ სიაში ნახეთ არის 1 2 მეოთხე არის სიაში. ამას ვაწვევით. Delete success. ანუ ამბობს ესე და მე ვაწვევით OK-ს. შემდეგ სკროლავთ კიდევ დაბლა. Battery reset. ანუ start reset. ამას რო დავაწვევით, ჩვენი ტელეფონი გააკეთებს ელემენტის მოწესრიგებას, ანუ ზედმეტი ქეში და არასწორი დატენვები, რაც მიმდინარეობდა, რამე არასწორი პროცესები, რაც მიმდინარეობს ჩვენ ტელეფონში, მოწესრიგდება ყველაფერი. აი, გაჩვენებთ ახლა. Battery stats reset on. ვაკეთებთ ამას. Display mode restore logo. Knopka. Battery stats reset. Knopka. Battery stats reset on. Display mode restore logo. Battery stats reset. Knopka. Battery start reset. მეუბნება ვაწვევით. Battery stats reset on. ანუ დონეო მითხრა უკვე მზად არისო. Exit. Knopka. შემდეგ ვაწვევით exit, დაბლა მარჯვენა მხარეს არის, გამოვდივართ. Telefon. აკმული დაქტილებანია. და შემდეგ აუცილებლად გავთიშავთ ტელეფონს, დავტენით ბოლომდე და ჩავთავთ შემდეგ. ამის შემდეგ ჩვენი ტელეფონი იმუშავებს გამართულად და ქეშიც გაიწმინდება, გასუფთავდება ზედმეტი ნაგვისგან. სულ ეს იყო. ხომ დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი. Другие параметры. 0,3 стоп. Кнопка.